მოვედი მეგობრებო, გამაგდო. ინტერნეტმა გამაგდო, TikTok-მა გამაგდო. ხო, ასე რომ გავაგრძელებ ახლა. თქვენს ჩაფიქრებულ ადამიანს ძალიან უნდა ამ ურთიერთობის გადარჩენა, გაგრძელება. ხო და მოკლედ რო იტყვიან, ეს ყველაფერი მიყვანა იქამდე, რომ აი რწმენა აქვს ამის ბალანსში მოიყვანოს ეს ყველაფერი და სიახლები დაიწყოს ურთიერთობაში. უღრმესი მადლობა ყველას, ჩემო ძვირფასებო, მაპატიეთ, მაგრამ გამაგდო, ჩემი ბრალი არაა. მე გავაგრძელებ, ხო და უნდა ამ ყველაფრით გამარჯვება, კი, გამარჯვება უნდა. სტაბილურობა უნდა თქვენთან. თქვენი ურთიერთობა არის პაუზა, ჩემო ძვირფასებო. თქვენთვის შეიძლება ეხლა გაუგებარია მისი საქციელი, მაგრამ როგორც თქვენ გითხარით, რომ ეს გაუგებრობა თუ გაქვთ ზოგადად ეხლა და ვერ ხვდებით საით მიდიხართ, ისეა თქვენი პარტნიორიც, ისიც ტრანსფორმაციაშია, ამიტომ თუ კი რაიმე ვერ გაიგეთ მისგან არც ამაზე ინერვიულად, ზოგადად მიუშვით ყველაფერი, მეგობრებო. ეს ადამიანი მოვა პასუხისმგებლობით, დაბრუნდება პასუხისმგებლობით. არ გეგონოთ რომ აი არ აინტერესებს ამ ადამიანს ძალიან უნდა თქვენთან დაბრუნება ამ ადამიანმა ძალიან ეს ადამიანი ძალიან ბევრს ევედრება უფალს ამ ურთიერთობაში დასაბრუნებლად ნახეთ როგორაა მეგობრებო საცოდავათა ეს შეიძლება იყოს მაგიებითაც ჩაკეტილი არ გამოურიცხაო ზოგიერთებთან არის მაგია მეგობრებო რადგან საჯაროა ამიტომ ყველა ნუ მიიტანთ გულთან ამ ყველაფერს ყველასთან შეიძლება არა მაგრამ ზოგიერთებთან კი ესე გიყურებთ შორიდან ეს ადამიანი საკუთარ თავთან ბრძოლებშია ამბობს იმას რომ ერთ წრეზე სიარულით დავიღალე და შენც დაგღალე შენც შეგიყვანე ხმლების პოზიციაში თუმცა ხარ ჩემზე ძლიერიო გეუბნებათ ხო გეუბნებათ იმასაც რომ ძალიან დიდი დანაკარგი ხარ ჩემი. ეს არის მეგობრებო ცხრიანების მონეტა. ადამიანი ეს ხართ თქვენ და არ ვიცი ზოგიერთი თქვენთაგანი შეიძლება იმყოფებით რაღაც პასუხისმგებლობაში. ან იყვეთ დაოჯახებული, ან ხართ პასუხისმგებლობაში შვილებთან, შვილიშვილებთან, შეიძლებაც არ გყავთ მეორე ნახევარი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ან გყავთ, ან არ გყავთ. თუ გყავთ თავისთავად, თუ არ გყავთ კიდევ და შვილები გყავთ, ესეც პასუხისმგებლობაში შედის და ოჯახობაში შედის მეგობრებო. მას მიაჩნიხართ ძალიან პასუხისმგებელი. ძალიან მშრომელი. მოკლედ თქვენ გაქვთ რაღაც თქვენი. მაპატიეთ, ყელი გამიშრა. მოკლედ თქვენ გაქვთ თქვენი რაღაც საარსებო წყარო და აქამდე დაგროვებული რაღაც ცხოვრებისეული, შვილები, შვილიშვილები, ცხოვრება, ბინა, ანუ ხო ხვდებით, ხო? და ამიტომ თქვენი გავლილი ცხოვრების რაღაც კმაყოფა გააქვთ მეგობრებო და ვალდებულებები, ასე რომ ყველაფერი გაიგეთ ისე ზუსტად როგორც არის. კიდევ რაო მეგობრებო. მოდით, მე ახლა მინდა ვკითხო. სურვილები, ამ ადამიანის სურვილები. რა სურს ამ ადამიანს? რა სურს მეგობრებო? რა სურს? ემოცია აქვს. უნდა მოსვლა, მაგრამ ეშინია თქვენი. ეშინია მეგობრებო, ნახეთ ქვემოდან რა კარტია. ეშინია თქვენთან მეგობრებო მოახლოების. არ ვიცი რატომ ეშინია, მაგრამ მაინც შიში აქვს კი. ხა თქვენ მიხვდებით მე რასაც ვამბობ. ეშინია და რატომ არ ვიცი და თქვენ იცით. ხო, ძალიან ბევრი სურვილები აქვს ამ ადამიანს თქვენთან დაკავშირებით. ეს არის ცხრიანების თასი და ეს არის ძალიან ბევრი სურვილები თქვენთან დაკავშირებით. ხო. აი, მეგობრებო, ნახეთ, სტაბილურად უნდა რომ თქვენ იყოთ მის ცხოვრებაში. ელოდეთ მისგან ნაბიჯებს, ელოდეთ მისგან სამკუთხედების დასრულებას. ელოდეთ მისგან თუნდაც მანიპულაციებით, მაგრამ მაინც ელოდეთ. რაღაცას მაინც მისას მაინც არ მოიშლის ამ მანიპულაციებს, მაგრამ მაინც ელოდეთ. რაღაცას მაინც მისას მაინც არ მოიშლის ამ მანიპულაციებს, მაგრამ ხო, ნუ რა ვქნათ მეგობრებო, კრუნჩხვები აქვს. დღეს განსაკუთრებით კრუნჩხვები აქვს თქვენს ჩაფიქრებულ ადამიანს.
ხო და ვამბობდი იმას, რომ манипуляციებს ეს ადამიანი არ მოიშლის, მაგრამ უყურეთ რა ხდება, ეს იმ ხრივ არა, რომ რაიმე დაგიზიანოთ, დაგაზიანოთ ან დაგაყლოთ პირიქით. სხვანაირად ვერ მოვა, რაღაც манипуляციებს მაინც ჩართავს, მაგრამ ისეც არა, რომ რაიმე გააფუჭოს, არა. ისეც არა. ხო და ძალიან დიდი იმედი აქვს, მეგობრებო, მეგობრებო. ხო? მეგობრებო, ესეც მე არ ვარ. ეს თქვენ და თქვენი პარტნიორი ხართ. ხო. ეს თქვენ და თქვენი პარტნიორი ხართ. სამყარო, რწმენა, ბალანსი და ოჯახი. თქვენთან უნდა ამ ადამიანს ოჯახი. სამყაროს იმედი აქვს, თუმცა манипуляციებს მაინც გამოიყენებს. შეიძლება გითხრათ ის, რომ ჩვენ ხო ბედნიერად ვიყავით, ჩვენ ხომ ერთად კარგად ვიყავით, გაიხსენე წარსული, თუ რა იყო კარგი ჩვენში, ჩვენ შორის, ან რა დაგპირდათ ამ ადამიანმა, თუ კი ოჯახი გქონდათ, რა კარგი ოჯახი გქონდაო გეტყვით, თუ დაპირებები იყო და რაც დაგპირდი, მინდა რომ რაც შეუპირდით ერთმანეთსო, ისევ ოჯახი შევქმნათო, ამას გეტყვით მეგობრებო, აი რაღაც ესეთ манипуляციებს ჩართავს. თორე ისეც კი არა რაიმეს სხვას, არა ესეც რაღაცას გაგახსენებთ, რომ რაღაც რო დაგპირდი და არა, იცადეთ, ახლა გეტყვით უბრალოდ, რომ შევფიცეთ ერთმანეთსო, აი ამას გეტყვით. აი ამ манипуляციებს ჩართავს მეგობრებო. კაი გაიძვირა ვინმე ჩანს, კი. შენ ხო დამპირდიო გეტყვის, ჩვენ ხო შევფიცეთ ერთმანეთსო გეტყვით მეგობრებო, ხო, და რაღაც მსგავსი. ბავშვური. კიდევ ხო, თავიდან დავიწყოთო გეტყვით. ხო, ეს კიდევ სარკისებურია. სამყარო, მოკლედ, ამ ადამიანს უნდა რომ აი რაღაც ეს თქვენთან დაკავშირებით ეს სურვილები აუსრულდეს, აისრულოს, ყველაფერი თავიდან დაიწყოს. ხო, მეგობრებო, ხმალი დაშვებული აქვს და ანუ ხო. სამართლიანად კი, მეგობრებო, სიახლეები, ოჯახი. ნუ რა ვქნა, რაც ამოდის, აგერ თქვენს თვალწინ ვიღებ, ჩემო მეგობრებო, ასე რომ ელოდეთ მისგან შემოთავაზებებს, ელოდეთ მისგან ისევ გაახლებას ურთიერთობის, ისევ ყველაფერს ელოდეთ, რაც იყო. მოდი, ახლა მე მაინტერესებს ვკითხო ახლა. სამყარო რას ფიქრობს ამასთან დაკავშირებით? თუ არის სანდო ეს ადამიანი? გვირდებათ, კი ბატონო, მაგრამ თუ არის სანდო, იხედება, როგორ იხედება თქვენსკენ, თუ არის სანდო, ელოდეთ მოულოდნელად მეგობრებო. გაურკვევლად, აი ისე ჩუმად გამოჩნდება თქვენ ცხოვრებაში მოულოდნელად, ამას არ გეუბნებათ, თორემ ეს ადამიანი შეიძლება 10 წუთზე მოგადგეთ მეგობრებო. საიდანაც წავიდა, იქ მოვა. ხა მეგობრებო? ხო წავიდა? ხო და მოდის. რვიანების თასებით წავიდა? ნახეთ? რვიანების თასებით წავიდა. და თასების რაინდით მოდის მეგობრებო. ხა, ესე ემოციით მოდის. მეგობრებო. მოდის მეგობრებო, მოდის. ამ ადამიანმა ძალიან კარგად გაიაზრა, რას კარგავდა. უბრალოდ აქ იყო ვიმეორებ მაგია, აქ იყო სხვა ადამიანების ჩარევები, აქ იყო ნეგატივები. ეს არის ნეგატივი, ეს არის შეიძლება 1, 2 ან 3 ადამიანის ჯგუფური თავმოყრა, სადაც ბჭობენ და განიხილავენ თქვენ ცხოვრებას და თქვენს ურთიერთობაში ერევიან. ამის დასტური ძალიან ბევრჯერ ამოვიდა სხვადასხვანაირად წინა დასტებში მეგობრებო, ასე რომ კი, ნეგატივი არის თქვენს ურთიერთობაში და ადამიანების ჩარევები ვისთან მაგიების სახით, ვისთან რაღაც შურიანობის სახით და როიტყვიან გულის გატეხვები არის აქ. თუმცა ნახეთ, ბალანსში მოყვანა და ამ ურთიერთობის გადარჩენა შესაძლებელია. თქვენ ელოდებით ამ ყველაფერს, თქვენ არაფერი არ გააკეთოთ, უბრალოდ ელოდეთ ამ ადამიანს მეგობრებო. ყოილები. ხო. მოდი ვნახოთ აბა. თქვენ რა უნდა გააკეთოთ? უნდა ენდოთ თუ არა ამ ადამიანს? თუ უნდა ენდოთ ამ ადამიანს? თქვენ რომ არაფერი არ უნდა გააკეთოთ, ეს უკვე ასე უნდა იყვეთ მეგობრებო. არაფერი არ გააკეთოთ თქვენ უბრალოდ. უბრალოდ ახლა მე მინდა კარც ვკითხო. რო არაფერი უნდა გააკეთოთ, ეს იცით, მაგრამ თუ არის სანდო ეს ადამიანი, როდესაც გამოჩნდება თქვენ ცხოვრებაში? თუ არის სანდო, აინტერესებს.
გადავჭი ხო უნდა რაღაც ისე ამოვარდა. თუ არის სანდო მეგობრებო? თუ არის სანდო ეს ადამიანი? ახალი პრობლემების ეშინია. თუ არის სანდო? კარტი ამბობს, რომ თქვენ ძალიან კარგად იცით ამ ადამიანს ენდო თუ არა, უნდა ენდოთ თუ არა. თქვენ ძალიან კარგად იცით. წინასწარ მეტყველება, თქვენ უკვე ძალიან კარგად იცით, რაც უნდა გააკეთოთ, ეს ერთი, მაგრამ ის რომ ეს ადამიანი იბრძოლებს, ეს არის კი. თუ უნდა ენდოთ. აი მე მეგობრებო. რას ვეკითხები და ამცემს პასუხს, თუ უნდა ენდოთ. წახალისება, ეს ადამიანი დაგპატიჟებთ, თუ უნდა ენდოთ. სიყვარული კი აქვს მეგობრებო, თუ უნდა ენდოთ. ჩემო ძვირფასებო, ხა ერთი რაღაცა შემიძლია გითხრათ. რადგან თქვენს ურთიერთობაში არის ნეგატივები, არის ტყუილები, ყოველ შემთხვევაში უყურეთ, რას გეტყვით. ეს ადამიანი, როდესაც დაბრუნდება, თქვენ მაინც უნდა ისაუბროთ. აქ ქალი ერევა, ვიღაცის მხრიდან ერევა ქალი. იქნებ თქვენი მხრიდანაც ერევა ქალი, მეგობრებო, ვინმე ადამიანი შეიძლება თქვენი მხრიდანაც ერევა, ან მისი მხრიდანაც. ძალიან ბევრი მსმენელი ხართ და არის საჯარო. აბა, კარგად დააკვირდით, იქნებ ეჭვიც გაგიჩნდეთ და დაფიქრდეთ კარგად, მეგობრებო, იქნებ თქვენი მხრიდან ერევა ვინმე. ყველასთან არ ვამბობ ამას, მაგრამ არის ადამიანების კატეგორია, რომლებიც თქვენი მხრიდანაც ევა, მეგობრებო, და ეს შეიძლება იყოს დედა, ეს შეიძლება იყოს დედმამიშვილიც. ბიცოლა, დეიდა, და შვილი, ეს უფრო ასაკოვანი ადამიანია, შეიძლება იყოს დედა, შეიძლება იყოს დეიდა, ან ასაკოვანი მეგობარი ქალი. ვიღაცა ერევა, ვიღაცას აქვს ძალიან დიდი ზემოქმედება, შეიძლება თქვენი მხრიდანაც კი, არ გამოვრიცხავ. ამიტომ კარგად დაუკვირდით ჩემს ნათქვამს, მეგობრებო, და თქვენ სიტუაციას მოერგეთ. ეს ადამიანი მოდის. ამიტომ ხელი არ კრათ. თქვენ აუცილებლად უნდა ისაუბროთ, ეს ადამიანი ხელს არ გაგიშვებთ, არავითარ შემთხვევაში. იცოდეთ? ხო, თქვენ უნდა მოусმინოთ მას. რამდენიმე ხნის წინ იყო ზუსტად მსგავსი საჯარო ლაივი, რომ თქვენ უნდა მოусმინოთ ამ ადამიანს, მეგობრებო. გაჩუმდით და მოусმინეთ, რას გეტყვით? ხო. აქ არის ურთიერთობის განულება და ახალის დაწყება. ეს ადამიანი მოვა თქვენთან განულებული მოდის. ანუ განულებული მოდის. მეგობრებო, წარსულიდან ბრუნდება, ეს არის თქვენ და ის, სადაც კარგად იყავით. ამ ადამიანს ძალიან ბევრი მოგონება აკავშირებს თქვენთან. თუმცა სიყვარული აქვს, ეს შეიძლება იყოს ადამიანი წარსულიდან, აი ხლა თქვენი ურთიერთობა არ გაქვთ, თუნდაც გუშინ დაასრულეთ, მაინც წარსული ქვია, მეგობრებო. თქვენი პარტნიორია, შეიძლება თქვენი მეგობარიც იყოს ბავშვობის, ამიტომ თქვენ სიტუაციას მოერგეთ, ვისთან მეგობარია, ვისთან პარტნიორია, ვისთან ნათესავია, მეგობრებო. ხო. ელოდეთ მისგან სიტუაციის გამოსწორებას. ყოველ შემთხვევაში მას სურვილი აქვს ამის და ამის იმედი აქვს. მისი სურვილები ზუსტად ჩვენი დღევანდელი საჯარო ლაივი არის პარტნიორის იდეები და სურვილები, ამიტომ ამ ადამიანს იდეაში აქვს და სურვილი აქვს თქვენთან დაბრუნების და თქვენ კიდევ უნდა ისაუბროთ მასთან. მეგობრებო, ერთ რჩევას მოგცემთ. ზოგადად უნდა იყოთ მთქმელი, უნდა ისაუბროთ რა მოგწონთ, რა არ მოგწონთ, თქვენი სურვილები, თქვენი იდეები, თქვენი ხედვა ადამიანს უნდა უთხრათ. ხო. მან უნდა იცოდეს თქვენ რა გინდათ, როგორი გინდათ, აი რანაირად გინდათ, სად გინდათ ცხოვრება, რას ფიქრობთ, თქვენი გეგმები როგორია. ეთყობა ამ ადამიანმა არაფერი არ იცის, ან თქვენ არ ეუბნებით, თქვენ გინდათ რომ მან მიხვდეს. ის ვერ ხვდება ამას, მეგობრებო. ხო. ამიტომ ყველაფერი უნდა ესაუბროთ ადამიანს. ხო, ნუ რა ვქნათ, არიან კატეგორია ადამიანების, რომლებსაც უნდა დაუკაკლო, დაუწიგნო უნდა, ჩემ ძველმა წინაპრებმა იცოდნენ ესეთი თქმა, დაუწიგნო უნდა, ანუ უნდა დაუბეჭდო და დაუღეჭო და დაულაგო. ასეთია თქვენი პარტნიორი, მე რა ვქნა? ხო.
აი ესე უნდა სულ ატარო ხელით, პატარა ბავშვივით. ეხლა შენ ეს გააკეთე. ეხლა შენ ეს, ეხლა შენ ის, ეხლა მე ეს მინდა, ეხლა მე ესე გამიკეთე. აი ხო რაღაც მსგავსი მეგობრებო, არ ვიცი ხა თქვენ სიტუაციას მოერგეთ, მაგრამ ბევრი შემთხვევაში ესეთია. აი ეს სიტუაცია ზუსტად. კი, ასია მეგობრებო. ამიტომ ელოდეთ მისგან ნაბიჯებს. ეს ადამიანი აუცილებლად მოდის და მოვა. იმიტომ მოვა, რომ თქვენი დაშორება, თქვენი სურვილით არ იყო. თქვენი სურვილით რო ყოფილიყო, უკვე გარკვეული გექნებოდათ და ეხლა ამდენ გულის ტკივილს არ გაიარდით. და ამდენ ტრანსფორმაციას, ამიტომ როდესაც სხვები ერევიან ურთიერთობაში მეგობრებო და პარტნიორი გაურკვევლად აი გაუჩინარდება უთქმელად და უყოლაფროთ ესე არაფერს არ გეტყვით, არ გაგაფრთხილებთ, არ დაასრულებთ, წერტილს არ დასვამთ, კარგი განწყობით, კარგი სურვილებით არ დაშორდებით ერთმანეთს, ეს არის დაუსრულებელი ურთიერთობა. იცოდეთ, ესეთი ურთიერთობა სანამ არ დასრულდება ან არ გაგრძელდება ნებაყოფლობით, მანამ იქნება ასე. ამიტომ საუბარი ყველას და ყველაფერს ცვლის. მანიპულაციები არის ურთიერთობაში, გაუგებრობა არის ურთიერთობაში, თუმცა სიყვარულიც არის ურთიერთობაში. ხო, ელოდეთ მისგან ამ ადამიანიდან აი ზუსტად მნიშვნელოვან ამბებს. ან ეს ადამიანი მოდის და ისედაც მოდის კი და რაღაც თავისი მნიშვნელოვანი ამბებით მოდის და გადაწყვეტილებებით. კვერთხების პაჟი არის მოქმედი ადამიანი, ძალიან ისეთი, ხო, ხვდებით ხო, და ეს ადამიანი შემოგთავაზებთ ოთხიანების კვერთხები და კვერთხების პაჟი. რომანტიულ საღამოს მოგიწყობთ, იმიტომ რომ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ საუბარს, ამ ყველაფერს. ეს შეიძლება იყოს პიკნიკიც, ეს შეიძლება იყოს რომანტიული საღამო, რესტორანი, კაფე, ბარი, მთა, ბარი, ზღვა, არ ვიცი, სად, ვის რა საშუალება აქვს იმის და მიხედვით მიიღეთ ეს ყველაფერი და ხო, რაღაცა უნდა გადაწყვიტოთ, ან უნდა დაამთავროთ ეს ურთიერთობა და ან უნდა გაგრძელდეს. ხო, ამჟამად არის პაუზა. გააჩნია ვინ როგორ მოილაპარაკებთ ამ ყველაფერს, ჩემო მეგობრებო. მე არ ვიცი, ეს თქვენი გადასაწყვეტია, ხო? ეს ხელებით ახსნას დაგიწყებთ. რამდენჯერ, აი სულ ეს სიტყვა მეორდება ეხლა ჩემ გონებაში. რამდენჯერ, როდემდე. სხვათა შორის არ გეგონოთ, ძალიან ჭკვიანია. ეს ამ ადამიანს უფრო უყვარს ხამე უყვარს. ხამე სეირნობა უყვარს, შეიძლება უყვარდეს ხამე ესეთ სუბთად სასახი დავს და რაღაცებს ფიქრობს, რაღაცებს გეგმავს, შეიძლება რაღაცებს ხედავდეს, ძალიან სხვანაირია. ხო? ძალიან ნიჭიერია. ეს ადამიანი არის უსაზღვროდ ნიჭიერი. შეიძლება კონდეს რაღაც ქიმიურ ელემენტებთან, რაღაცა ქიმიურ, აი რაღაც სხვანაირი ადამიანია მეგობრებო, არ გავს სხვებს, თავისებურია. ხო, უცნაურია. თქვენ ციცით რომ უცნაურია, არ გავს სხვებს. არა, ეს ადამიანი ყველას არ გავს. თავისებურია. ხო, ძალიან თავისებურია. კიდევ რას გვეტყვის? მისი იდეები, პარტნიორის იდეები და სურვილები ასტრაბარათების ენით. ხო, აქ არის ორმხრივი სიყვარული. ეს ორმხრივი სიყვარულის კარტია. ეს არის ორმხრივი სიყვარული მეგობრებო. ხო. რას გვეტყვის მეგობრებო? ასტრაბარათები რას გვეუბნება და ნახეთ ახლა. არა მარტო თქვენ და ჩვენ აქ ვგჭობთ და ვიკვლევთ ამ ყველაფერს კარტებით და აგერ ზოგი დაკავებული ხართ ნუმეროლოგიით, ზოგი ხელზე მკითხაობით, ზოგი ლაბირინთიდან გამოსავალს ტაროლოგიაში ეძებთ, მეგობრებო, ესეა თქვენი პარტნიორიც. დედას გეფიცებით. მარტო თქვენ არ ხართ ესე, თქვენი პარტნიორიც მივიდა იქამდე, რომ აი ზუსტად ამას აკეთებს. რა გამოსავალსაც ახლა ჩვენ ერთად ვეძებთ აქ, ასევე ეძებს ისიც მეგობრებო. არ გამოვრიცხავთ, თქვენი პარტნიორიც იყოს ახლა აქ. თქვენთან ერთად. ფარული აკაუნთით რო იტყვიან. ხო. ან აქ თუ არა სადღაც. კი. ხო, მეგობრებო, კი. ზუსტად. აი ზუსტად. სურვილი.
ამით იხდეს თავის სურვილებს. მეგობრებო, ჩამომკიდეთ თუ გინდა ფეხებით. ცეცხლი შემინთეთ თუ გინდა. მეგობრებო, გასაღები. ამ ტაროლოგიაში, ამ მკითხაობაში იპოვა ამის გასაღები, ამ ყველაფრის გასაღები თქვენმა პარტნიორმა. დედას გეფიცებით, მეგობრებო. მან იპოვა. თქვენთან მოსასვლელი დასაბრუნებელი გასაღები იპოვა ამ ადამიანმა. როგორც გინდათ ისე გაიგეთ პირდაპირი მნიშვნელობით. ძალიან გონება გაიხსნა და გასაღები იპოვა, როგორ დაბრუნდეს, როგორ შემოგირიგოთ, რა გააკეთოს, ეს ყველაფერი გაიგო მან. გეფიცებით. გამოსავალი ნახა. ხო, ამიტომ ყველანაირ ხერხს გააკეთებ, მოიხმარს, ყველანაირ ხერხს გამბედაობას მოიკრიბავს მეგობრებო. ეს არის გამბედაობის კარტი. მერლინი, ეს არის ძალიან თბილი ადამიანი. მერლინი არის, არ ვიცით თუ გაქვთ ნაყურები, ადამიანი კეთილი ჯადოქარი, რომელიც არაფრიდან გამოსავალს ეძებს. გამბედაობას და გამოსავალს ეძებს. მოძებნა და ნახა უკვე თქვენმა პარტნიორმა, მეგობრებო. აი ეს გამოსავალი იპოვა, მეგობრებო, ზუსტად. ხო. ელოდეთ მისგან, კეთილშობილებას ეხლა. ამ ადამიანმა მიხვდა რა დააშავა, სად იყო დამარხული. ძაღლის თავი რო იტყვიან, მას არ დაუშავებია პრინციპში, მე რაც დავინახე აქ არაფერი. აქ იყო ადამიანების ზეწოლა, მაგიები. ამიტომ ჩემო მეგობრებო, მედალს ორი მხარე აქვს. ყოველთვის ვიცი თქმა. მე მტერსაც თუ სამართალი არის მტრისკენ, იმასაც გავამართლებ. ამიტომ ჩემო ძვირფასებო, მედალს აქვს ორი მხარე. არა მარტო არიოლი, მეორე მხარეც აქვს, როგორ იტყვიან, არიოლი თუ რეჩკა, თუ რაღაც ესეთი მახსოვს, ხო? ამიტომ მეგობრებო, მარტო ჩვენი მხრიდან ნუ შევხედავთ ამ ყველაფერს, მეორე მხრიდანაც უნდა ცოტა გავითვალისწინოთ, ხო? მე ასე ვფიქრობ. ხო, ეხლა, იმიტომ გეუბნებით, ხელი არ კრათ ამ ადამიანს, აცადეთ, რას გეტყვის. მიეცით საშუალება, რომ ეს ყველაფერი ილაპარაკოს, ისაუბროს და საქმიანობით გამოხატოს, ქცევებით, სურვილებით, მოქმედებებით. აცადეთ. დაინახავთ შედეგს. ხო, თქვენ თვითონვე დაინახავთ შედეგს. რომ რა კეთილშობილურ საქციელებს დაიწყებს ეს ადამიანი თქვენს მიმართ. ვიმეორებ, მე არ დამიწყოთ ჩხუბი ახლა აქ, რომ არა მისგან ეს მისი არა კეთილშობილებასთან შორსაა. ეს ჩემი გადასაწყვეტი არა, მეგობრებო. მე რასაც ვხედავ აქ, იმას ვსაუბრობ. მე არ გამიბრაზდეთ. ხო, ნახოთ. აგერა ესეც. აგერ ხართ თქვენ, აგერ ვარ მე, აგერ იქნება თქვენი პარტნიორიც თუ ადამიანი ჩაფიქრებული. ამიტომ აცადოთ, დაველოდოთ და ნახოთ რა სიზამს. ასე რომ ჩემო ძვირფასებო, ესეთ იყო დღევანდელი ჩვენი ლაივი. არ ვიცი რამდენი ხანია ვსაუბრობ, რა დრო წავიდა ამ ყველაფერში, ამდენი დაბრკოლებების და ამდენი პრობლემების ქსელთან, სოცქსელთან, რაღაც ინტერნეტის პრობლემები, მეგობრებო, მაგრამ აშკარად თქვენს პარტნიორსაც ჭედვები აქვს, რო იტყვიან, დაბრკოლებები აქვს. ადვილად არ ეძლევა მასაც რაღაცები, ანუ ხო, რა ვქნათ. ამიტომ ელოდეთ მისგან ესეთ რაღაცებს, მეგობრებო, რომ მოვა ეს ადამიანი თქვენთან აუცილებლად. და როდესაც მოვა, ხელი არ კრათ, აცადეთ, რას გააკეთებს. დაელოდეთ, მოусმინეთ, თქვენ არის საუბროთ, მას აცადეთ. არაფერი გააკეთოთ თქვენ, მას აცადეთ. ხო, აცადეთ მას საუბარიც და ქმედებაც. ასე რომ, ამ ყველაფერს თქვენ თვითონვე თქვენი თვალით დაინახავთ, მეგობრებო. მე აუცილებლად გამაგებინეთ. მოკლედ, ესეთ იყო ჩვენი დღევანდელი ლაივი, კიდევ ერთი სასიამოვნო ლაივი, მეგობრებო. უღრმესი მადლობა ყველას. ამ ყველაფრისთვის. მადლობა უფალს, რომ კიდევ ერთი
ბედნიერი ლაივის საშუალება მოგვცა. ძალიან მიხარია თქვენთან ყოფნა, ძალიან მინდოდა გუშინაც, მაგრამ ვერ მოვედი და უფალს მადლობა რომ ამ საღამოს მოვედი, ძალიან ბევრი წამლებით, მაგრამ მაინც. მშვიდობიანი ღამე ყველას, ბედნიერი დილის გათენება ყველას. და ყოველი დღე და კვირა ყოფილიყოს წარმატების და იღბალის მომტანი და იმედია რასოდეს არ დაკარგოთ მეგობრებო. არასოდეს არ დაკარგოთ იმედი და საკუთარი თავის რწმენა პირველ რიგში. ჩემი უფალს მივანდოთ. ხა, მე არ ვიცი ყვალინდელი დღე გამითენდება თუ არა, მაგრამ მაინც რომ გათენდება, ესე ვართ მეგობრებო, ასე რომ უფალს მივანდოთ ყველაფერი. მე კიდევ მშვიდობიანი ღამე და გელოდებით სურვილისამებრ კომენტარებში ჩემო ძვირფასებო, ასე რომ უღრმესი მადლობა ყველას და აბა დროებით.